Christi აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. Christi აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. Christi აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მადლობა უფალ ღმერთს, რომ მივაწიეთ ცოცხლებით აღდგომის წინვალე დღესასწაულს, დღეთა დღეს, დღესასწაულთა დღესასწაულს. შეიძლება ერთგვარად მეტადრე ზოგიერთ ჩვენთაგანთან ეს წმინდა დიდმარხვა და მერმედ ბნებიშვიდეული მაზეთ მოგული შევადაროთ ხანძლივ და ფათერაკიან ნაოსნობას, რომელიც როგორც ხედავთ ღვთისწყალობით ყუდრულ ლიმენაში, ანუ ნავსაგვდელში დასრულდა, რომელიც არის სწორედ ჩვენ გახსენებული დღესასწაული. მართალია, ბევრი ჩვენთაგანი მეტისმეტად გადაიღალა, ერთგვარად გამოიფიტა, ახლაც ღამისთებით იდგა დღესასწაულის ლიტანიობაზე, მაგრამ გულში მაინც სიხარულის დიდი სხივი აქვს. რადგან ეს სიხარული არის ბუნებით თითქოს შემოქმედისგან ქმნილებაზე გადმოდის. ისე როგორც წელსაც ღვთის სულგრძელებით და გასწმოგვარებით გადმოვიდა ხელთუქმნელი ცეცხლის კულუკლიაზე, ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა საფლავზე და გულისხმობა არა იმდენად იმას, რომ დიდი სასაულია, ნიშსასაული, არაულ სასაული ნიშ მინიშნება ზეციდან, რისი მინიშნება და ამას უფრო მეტად ვხარობ და განვიცდით, რომ კიდევ ერთი წელიწადი სულ ცოტა უფალმა ღმერთმა მოუწა კაცთა მოდგმას შენანებისთვის ჩვენი შეცდომებისა, ჩვენი ცოდვებისა. რადგან თქვენ იცით, როდესაც ეს ნიშსასაული შეწყდება, უკვე მალე იქნება აღსასრული ამის სოფლისა. კი, 20-ე საუკუნის წინეთ ღვთის საყვარელი მოციქული იოანე ამგვარად შეძახდა უფალს. ჰე უფალო, მოვედ, ჩვენ ალბათ ამას ნაკლებად ვიტყვით, ან სულაც ვერ ვიტყვით. უფალი თუ მოვა განშად ცხოველთა და მკვდართა. და როდესაც ამ აღკინებული შეძახილის მერე შეხედავ საკუთარ თავს, ალბათ ვეღარ გაბედავ მსგავსი რამ შესთხოვა უფალს, რომ მოვიდეს. პირიქით, მადლობა უფალს, რომ ჯერაც ყოვნის და არ მოდის ჩვენაირი ცოდვილების განსაკითხად. ამისთვის 1000 მადლობა. ეს ორი დღე საკმაოდ მძიმე თავად ვიყავი, საზარელი რაღაც ტკივილი მქონდა სახსრების, არც წინა ღამეს მეძინა, არც ამ ღამეს, მაგრამ ამ ღამეს დიდი შინაარსი აქვს ჩვენს უძილობას და ფხიზლობას და იმ ღამეს მხოლოდ ტკივილები ჰქონდა და ვფიქრობდი ჩემს თავში, რა არის ადამიანის სიცოცხლე და რა არის მისი ჯანმრთელობა. მოულოდნელად შეიძლება, როგორც ითქვია, სურათი მალევე შეიცვალოს და წარვდეთ ღმერთის წინაშე. ამიტომ ჩემდა თავად მადლობა იმასაც, რომ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, ისე რომ დღეს დილას დიდი შაბათის წირვაზე ვერც მოვედი, რომ მეწირა. ფეხზე დგომა მიჭირდა ტკივილებისგან უბრალოდ. და აი დღეს ღვთის მადლით შევძელი აქ მომსულიყავი და აღმევლინა სამადლობელი დიდებას და ჩემი გულის სიხარულის უფალ ღმერთის მიმართ. მოყვარული მშობელი წინასწარ ფიქრობს თავის საყვარელ შვილებზე, როგორ ასაზრდოს, ტაბლაზე რა დაუგოს, რითი გაახაროს. აი მეც, როგორც თქვენი სულიერი მშობელი, ანუ მამა, ბუნებრივია ვფიქრობდი, რა სულიერი ნუგვარი მომეცა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდი ერთგვარად იმასაც, რომ თქვენ მარხვის უკანასკნელ დღეს იყავით უკვე მოახლოებული, უკანასკნელ დღეებს უпроსრად მარხვისა, გადაღლილები, დაქანცულები, აკე ამით დავიწყე საუბარი, მაგრამ მაინც გულმა წამძლია, რომ ეს სიტყვა ნეტარი ისიქიოსისა, რომელიც იერუსალიმის ცნობილი პრესვიტერი იყო,
რომელიც გამოირჩეოდა და ამ სიტყვაში ჩანს გასაოცარი ჭევრმეტყველებით, ლაკონურობით და ღრმაასრულებით თქვენთვის დამეგო ტრაპეზზე. ზოგიერთი უკმაყოფილებს შესახებს გულშემო ჩვენ უმჯობესი ტრაპეზი გქონდა. ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი მივიღეთ. ხო და ეხლა დესერტი დააბოლეთ. ადამიანურად რომ მოგიჭრათ მოკლედ. რადგან ნეტარი ისიქიოსის და ნებისმიერი სხვა წმინდა მამა ღვთით ლაპარაკობდა, ღვთისას ამბობდა. მართალია ერთ-ერთი ღირსი მამა ამბობს, რომ წმინდანებში თუმცა ისეთივე ნათელია, რაც თქვა წმინდა წერილში, მაგრამ თითქოს შერბილებული სახით. იმიტომ რომ ვერასოდეს ადამიანური სიწმინდე ვერ შეეძლება ყოვლადწმინდა სამება ღმერთს. უფრო მეტიც ესაია წინასწარმეტყველის პირით ამბობს, უფალი ათეული საუკუნეების წინათ, რომ თვით ანგელოსა, რომელიც მეორე ნათლად იწოდებიან, არ დაგავიწყდეთ, მეორე ნათლად წოდებული ანგელოზების სიწმინდეც კი არის ჩვარი უკაცრავად, რომელსაც დედაკაცი დედათა ბუნების დროს წიდობანებაში ხმარობს, როგორც ველს ქართულად ითქმის. ესე იგი, უფალო, აი პირველად რომ დავიკითხე სასულიერო სემინარის სტუდენტი ვიყავი, ხელები ჩამომივარდა. თუ შენ თვლი რომ მეორე ნათლად წოდებული ანგელოზების სიწმინდე ამ არაწმინდებას თუ უტოლდება, ჩვენ რაღა ვთქვათ ადამიანებმა. რაღა იქნება ჩვენი სიწმინდე. რაოდენ დიდი წმინდანიც არ უნდა იყოს. მაგრამ იმდენად დიდია ნეტარება თვით უკანასკნელი დასის ანგელოზისთვის, ან უკანასკნელი დასის წმინდანისთვის, რომ ადამიანი ვარდება თავდავიწყებაში. აი მოვიგონოთ ცნობილი კლასიკური მაგალითი თაბორზე ფერიცვალების ჟამს. როცა სამმა უახლოესმა მოციქულმა პეტრემ, იოანემ და ძმამან მისმა იაკობო მიხილეს უფლის ნათელი. უпроსორად როგორც გრიგოლ პალამა განმარტავს, მხოლოდ ის რაც გამოკრთებოდა ღვთისაგან, ნაპირწყალი ამ დიდებისა, სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავდავიწყებაში ჩავარდნილიყო და პეტრეზე ნათქვამია მახარებელთან, არც კი იცოდა რას ამბობდაო. და რა თქვა მან? უფალო, ქნათ აქ სამტალავარ, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ელიასთვის. მადლი ეს ნათელი რომ მოეფინა, რომელიც გამოკრთებოდა უფლისაგან, რა გამოიწვია პეტრეში და სხვებში. პეტრეს პირველს რომელიც გამოთქვა ხმამაღლა, წინასწარმეტყველება. იწინასწარმეტყველა აწყვოსე. უფალთან ერთად იხილა ორი ისეთი ადამიანი, რომელიც შეუძლებელია სოდნოდა, პირადად როგორც იტყვიან, ხილვით. რადგან ათეულ საუკუნებით ადრე ცხოვრობდნენ პეტრეზე. ესე იგი, ენოქი და მოსე და ელია უпроსორად. ესე იგი, ნიჭი მიიღო ამ ხილვით, ამ გამოცხადებით წინასწარმეტყველების. და ესე იგი, გარდა მაგისა ჩავარდა ისე თავდავიწყებაში, რომ თავის ადამიანურ წირ წარმოდგენაში უფალ ღმერთს წყაროს თვალს სამნათლისას გაუტოლა წმინდანები. მაგრამ როდესაც გარდამოვიდა ღრუბელი და დააფარა და მოისმა ხმა, შეშინებულები პეტრეს და ძმებიც, ზებედესები პირფედ დაემხნენ. არ შეიძლება ღმერთს გაუტოლო ადამიანი, რაოდენ დიდი წმინდანიც არ უნდა იყოს. მაგრამ რანი ვარ ჩვენ, როგორი არსებები ვართ, რომ მცირეოდენი ნეტარებას კი უდიდეს თავდავიწყებას მოფრის. თან რა თქვა, ნახეთ პეტრე, რა კარგია ჩვენი აქ ყოფნა, ხედავდა რა, ჭრედდა რა უпроსორად უფალსა და ორდიდებულ წინასწარმეტყველს. მოდი ვქნათ სამი ტალავარი. ტალავარი ძველ ქართულად ქოხს, კარავს ნიშნავს. ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ელია. ვეღარ გაბედა ამდენი კადნიერება არ იყო, რომ ეთქვა, რომ ჩვენთვისაც, აი ამ მოციქულებისთვის. მაგრამ ჩვენ არ გსურს ტალავარი, არ არის ჩვენთვის ტალავარი საჭირო, თქვენი ხილვაც ყველაფერია ჩვენთვის. ესეთი თავდავიწყება მოგვარა მას. სიტყვამ გაგვიტაცა შორს, მოუბრუნდეთ სათქმელს. 1000 მადლობა ღმერთს, ჯერ ცოცხლებით რომ მოვიყვანა, იმიტომ რომ ამა თუ იმ მარხვებში ჩვენი მრევლიდან ნელ-ნელა გადიან ესა თუ ის მორწმუნენი და არა მხოლოდ ასაკის გამო, სხვადასხვა მიზეზების გამო დაკლებულ არიან ჩვენგან.
1000 მადლობა რომ ცოცხლებით მოვიყვანა სინანულის დროს ჟამს და მადლს გვაძლევს იმიტომ რომ ჩვენი მეტადრე შენანება ცოდვების არ შეგვიძლია რადგან მოგცოს ჩვენ ცოდვა როგორც უფალმა გულდაწყვეტი თითქოს დასინა საუკუნეთა წინეთ დაბადებიდან ადამიანები ბოროტებისკენ არიან მიდრეკილები მოდით შემოგთავაზეთ ბევრი რომ არ ვისაუბროთ წმინდა და ნეტარი ისიქიოსის ამ ლაკონურ სიტყვას მანამდე არ შეიძლება გულდაწყვეტით არ ითქვას როდესაც აქ მოვდიოდი ტაძრისკენ მოყვასთან ერთად გმირთა მოედანზე ნახე ეს საცოდავი ადამიანები გზაშესტომილი ჩვენი ერისშვილები ასე ვთქვათ სიმართლის მეძიებელნი სიმართლისთვის მებრძოლნი პატრიოტები 9 აპრილის გამძელებლები და რას არ ირქმევენ თავზე ამას უპირში არიან საცოდავი ადამიანები აი წარმოიდგინეთ 150-მდე კაცი იყო ვარაზის ხევს კეტავდნენ რომ მირთა მოედანი დაეკეტა და ხომ მათ ხო ძალიან კარგად იციან რომ ტაძრებიდან დაახლილი და ღამენათევი ბორწმუნები წამოვა დიახ მათ აქვს სურვილი გააღიზიანონ ხალხი გააბრაზონ და ასე შემდეგ ბოლოს და ბოლოს გადახდილიათ რა ხომ უნდა გამოიმუშაო საგვარელო მეორე მხრივ რა მიიქცე ჩემი ყურადღება 5 ჯვრიან დროშებს აწინდელი ეროვნულ დროშებს იქნებდნენ აფრიალებდნენ ფარისევლები რომ არიან იქიდან შანა რომ ეგ 5 ჯვარი ქართულ დროშაზე ქრისტეს ხუჭრილობას განასახიერებს ქრისტეს წინვალი აღდგომის დღესასწაულია ის ვინ ჩვენი საცხოვრებისათვის ჯვარს ეცვა აღსდა ყდრეთით წინვალეთ და ესენი მიდიან მიეშურებიან არა ტაძრებში რომ თაყვანისცენ უფალს მათთვის ჯვარცმულსთან ყდრეთით აღდგავს მათ მაცხოვნებელს არამედ პირიქით მავნებლობენ რომ მორწმუნეები არ გაუშვან დაუბრკოლებლად ტაძრებისკენ თუმცა არ გაუმართლათ იმიტომ რომ თბილისის მოსახლეობის ნაწილი ასევე ჩამოსული ხალხი რაიონებში წავიდნენ და ეს შედარებით საცობის გაკეთება გაუჭირდებათ გზების გადაკეტვა მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი 10 კაციც რომ იყოს ისინი ცდილობენ გადაკეტონ ადამიანები გააღიზიან ანუ რას ვამბობ ესენი არიან პარაზიტები ქართულ სხეულზე ესენი არიან მამონას მონები ბევრჯერ გითხოვს დღევანდელმა ღამემ თვალსაჩინოდ აჩვენა ეს რომ ისინი არ არიან ქრისტიანები არ არიან ქრისტეს მოსავნი არამედ ბოროტისა რომელიც მამონას სახით სთავაზობს ერთგვარ შემოსავალს ხმები დადის ერთ დღეღამეში 100 ევროს იღებენ 100 ევროში ყიდიან საქართველოს მაგრამ თქვენ მეტყვით ერთს მიუმატოთ ერთი იქნება 3 და ბევრი ისინი 4 თვეა გამოდიან ხელა მზაკრობა თქვენ დაუკვირდით ამაყად აცხადებენ დაიწყო ჩვენი გამოსვლის მესამე თვე მეოთხე თვე გადაამრავლეთ რამდენია 100-ზე აი რისთვის იღწვიან და იბრძვიან ეს საცოდავები ნუ არ მინდა ეხლა ჩაგიშხამოთ დღესასწაული თუმცა რატო ისინიც ხომ ჩვენი ერისშვილები არიან ამიტომ ვიტყვი როგორც ყოველთვის ვიტყოდი სინანული მისცეს მერთმა მათაც და ჩვენც თითოეულს თავისებურად და აწყური მიუყვრა წმინდა და ნეტარ ისიქიოს ეს არის მეორე სიტყვა პასექსზე ჩვენმა სამღვდელო და სამეფო საყვირმა გაგვაერთიანა ამ შეკრებაზე საყვირმა რომელიც ბეთლემმა აღავსო და სიონმა აღანთო რომლისთვისაც ჩაკუჩი ჯვარი იყო ხოლო გრდემლი აღდგომა წმინდა წერილს ვინც კარგად იცნობს მიხვდება რაზეც გვეზრახება ეს ღირსი მამა არ ვუწყი როგორ გამოვხატო მისი სილამაზე როგორ აღწერო წინვალება როგორ ვამჩნო სიხარული მონიჭებული ჯვრის მიერ როგორ განმარტო მეფური დიდებულება გამშღავნებული აღდგომის მიერ როგორი ხელით შევეხები მე ამ საყვირს რომელიც გვამსხლობს ამ ყველაფერზე ჯვარზე და აღდგომაზე სიცოცხლის დამბადებელ სამარეს როგორი სიტყვებით მიუძღვნის სალამს სამარეს თავისუფალს ხრტილებისაგან რამე თუ წმიდა მან შენ მან როგორც იყო ნაწინასწარ მეტყველები ფსალმუნებში არა იხიროს განსახსნელი
სიკვდილით მოკვდება ნეფსით, თუმცა ამბობდა გეციმანის ბაღში, ეჰა ვხედავ თავად სამსოფლის ეშმას, მაგრამ მომავალს ჩემზე და მაგრამ საწერტელს მოსაჭიდებელს ვერ ხედავს. რა არის სიკვდილის და ეშმაკის მოსაჭიდებელი საწერტელი ადამიანში? სოდვას ვერ ხედავს ჩემში. ანუ მას არ აქვს საბაბი რომ მომკლას, არ აქვს ხელმწიფება ჩემზე, მაგრამ მე ჩემს ზეციმრ მამას ამად უყვარვარ რომ ჩემი ნებით დავსდებ სულს და მამის ძალით ავსგები მდრეთით. აი ამიტომაც ამბობს ეს წმინდა მამა რომ მისი სამარე თავისუფალია ხრწნილებისაგან. უხრწნელებას კი სტუმართ მოყარეს პალაც სასულო სამდღიანს სიძის განსასვენებელს განსვენება საქორწინეს მეუღლეს რომ აღუგინა უხრწნელად შედგომად ქორწილება აი ამას უწოდებდიო. სამდღიანი პალატი ძველ ქართულად სასახლეა. სამდღიანი პალატია, რატო? სამდღიანი მესამესა დღესა აღსგება მკვდრეთით და აღსგა კიდეც როგორც ჯერ კიდევ ოსესთან იყო წინასწარმეტყველება, როგორც იყო ნაცინასწარმეტყველები ესაიასთან. მკვდარ სამარი აკავებს, ღვთის წინაშე იძვრის მიწა, მკვდრად მას სხეული აცხადებს, ღვთად საკვირველება, მკვდრად საფლავად დადება აცხადებს, ღვთად აღდგომა, მკვდრად ცრემლი დედათა, ანუ მენერცაცხებლე დედების, ღვთად ანგელოზთა სიტყვები. როგორც მკვდარი დაკრძალა, ესე იგი ანგელოზე ბარ უთხრეს, რა დაეძიეთ ცოცხალს ამას შორის მკვდართაო. ესე იგი ერთი გვეუბნება თითქოს მის ადამიანურ ბუნებაზე და აღსასრულზე სიკვდილი, მეორე ამ შემთხვევაში ანგელოზი და უხრწნელება გვეუბნება რომ რატომ ეძიებთ ცოცხალს მკვდართა შორის. აღსგა მკვდრეთით არ არის აქა. როგორც მკვდარი დაკრძალა იგი იოსებმა, მაგრამ დაკრძალულმა ვითარცა მკვდარმა, როგორც ღმერთმა განაიარაღა სიკვდილი და კვალად როგორც მკვდარს ზდარაჯობდნენ მას მხედრები, მაგრამ ვითარცა ღმერთი იხილეს რა შეძრწუნდნენ ჯოჯოხეთის მეკარენი. წმინდა გადმოცემიდან ალბათ თქვენ იცით რომ ის რომაელი მხედრები, რომელიც სავდნენ ქრისტეს საფლავს, რომელიც ბეჭდით იყო დაბეჭდილი და დაბეჭდილი იყო მღვდელთავართა ბეჭდით, იმიტომ რომ ესე იგი ასეთი რამ უთხრეს პილატეს რომ მაგმატყუ არა დაიბარაო რომ მკვდრეთით აღსგებიო, მოვლენ მაგისი მოწაფეები მოიპარავენ და ხმები გავრცელდება რომ თითქოს მართლაც აღსგან მკვდრეთით. მაშინ პილატემ უთხრა ადეკით და დადეკით. თქვენი ბეჭდით სამღვდელთავრო ბეჭდით დაბეჭდეთ. და თავსაც ვერ იმართლებდნენ ამის შემდგომ. დარაჯების დაუყენეს. დარაჯებმა იხილეს, არა მარტო ისმინეს მიწისძვრის ხმა, შეიძრა მიწა და ლოდი გარდაგორვებულ იქნა და აღსგა მკვდრეთით. მათ იხილეს თავადუფალის მკვდრეთით აღმდგარი. ვინ? პირველმა ვინ იხილეს? წარმართებმა. მაგრამ ისინი ურიებმა მოისყიდეს და დიდძალი ვერცხლი აღუთქვეს იუდაზე ბევრად ბევრი, რაც მან მიმსემელობაში მიიღო ქრისტესი, ოღონდ არ უნდა ეთქვათ, რომ ქრისტე აღსგა მკვდრეთით. არამედ უნდა გაევრცელებინათ, რომ როდესაც ჩვენ გვეძინა, მოვიდნენ და წარიპარეს მოწაფეებმა. თუ მათ ეძინა, შესაძლოა სიკვდილითაც კი დაესაჯა რომაულ ხელისუფლებას. კაცრი კანონები იყო. სადარაჯოზე ჩაეძინა და ისიც ვინც ვისაც მიამბოხეთ მიიჩნევდნენ, ესე იგი ისრაელისა. მაგრამ ნახეთ ურიებმა რა უთხრეს, როცა ფული შესთავაზეს, ჩვენ მოვისყიდით პილატეს და თქვენ არაფერი გევნებათ. თქვენს თქვით, როდესაც გვეძინა, მოვიდნენ და მოიპარეთ. მაგრამ ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს. მე მინდა ეხლა იმ მხედრებს და ურიებს კითხო, თუ ეძინათ, როგორ დაინახეს რომ მოიპარეს? ანუ ვერ დაამტკიცებენ ამას. დღევანდელი იურისპრუდენციის მიხედვით არანაირი ძალა არ ექნებოდა მათ მოწმობას რომ ქრისტე მოიპარეს, რადგან ეძინათ და მაშას ადამე არ უხილავთ. საერთოდაც ათეიზმი უღმერთობა სიცრუეზე და ტყუილზეა დამყარებული. სხვანაირად არ შეიძლება, რადგან ისინი არის სიცრუის მამის, ანუ ეშმაკის მამონას მონები. შენ იტყვი რომ იგი ისიცაა და ესეც მკვდარიც არის და აღდგარიც არის. არა ორი, არამედ ერთი და მეორე და არა ერთი მეორეში და არა ერთი მეორეს მიერ. რამე თუ ხორჩესხულმა სიტყვამ ლოგოსმა იყო რა ერთი თავისი ნებით შეაერთა ერთიც და მეორეც ერთში გამოუთქმელი სახით. ხორცნი მიანიჭა, რათა ემსახურა უმანკო ნებებისთვის.
რომელსაც ჩვენ სიკვდილისაგან გვიხსნა. ღვთაება ემსახურა მას ნიშნსასწაულებისთვის, მაგრამ როგორც დაუშვებელია სიტყვა, ანუ ლოგოსი განყო ხორცთაგან, ასევე აუცილებელია ბნებები სასწაულებთან შეაუღლო. რამე თუ ესე იგი სასწაულები რაც მოხდა აღლომა და სხვა ღვთაებისგან მოხდა, მისი ღვთაებრივი ბუნებისგან, რომელსაც ემოწმებოდა მისი კაცობრივი ბუნება, როგორც სისიხილეს აღდგარი მკვდრეთით. რამე თუ ვინც როგორც მკვდარი შთავი და ჯოჯოხეთა, იგივე როგორც ღმერთმა გაათავისუფლა შესვენებული, ანუ გარდაცვლილები და ამიტომაც მსახურებენ საფლავს ანგელოზები. თეთრ სამოსელში შემოსილი ეცხადებიან როგორც მეგობრები სასიძოსთან მიმავალ მენეს საცევლე დედებს და ეუბნებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ზალი ვართ, საზლო ვართ ქრისტეს, ის არის ჩვენი ზეციური სიძე. მას რას ეუბნებიან ანგელოზები, როდესაც დედები სიყვარულით მივლენან საფლავთან, იმასთან ატრობენ და დარდობენ, ლოდი საფლავისა ვინ გარდა გვიგოროს, იმიტომ რომ დედაკაცური ძალა და არ შეერთებული ამ დედაკაცების არ ეყოფოდა, რომ ეს ვეებალოდი გადაეგორვებინათ. მაგრამ ნახეთ ანგელოზები რას ეუბნებიან. იესოს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯვარცმულსა, აღდგა, არ არსაკა, აღდგა ვითარცა თქვა. სიცოცხლეში არაერთხელ უთხრა თავის მოციქულებს კერძო საუბარში, ისე როგორც ძველი აღთმის წინასწარმეტყველებთან იყო ნაწინასწარმეტყველი მისი აღდგომის შესახებ. ანუ ზეცა მისთვის ადგილია. იქ წარგზავნეთ ნელსაცხებლები, აქ რა თეძებ თუ სამარეში, ის აღდგა და ზეცაში წარგზავნეთ. ეს არის მისი საცხოვრისი ზეცა. იგი აღდგა, არა ჩვენ აღმართეთ, არამედ თავად აღდგა საღვთო ძალით. თქვენთვის გარდავაგორვეთ, ლოდი რამე თუ ვიდრე ჩვენ ზეციდან გარდამოვხდებოდით, საფლავი დაცალიერდა. იგი აღდგა, როგორც თავად თქვა. ის რაც ანგელოზმა თქვა, ვერ ვინ დაიტევს განმარტოს, გარდა წინასწარმეტყველისა. კერძოდ, ოსე აღდგომის ჟამს გვამშრომს, იგი ესაიამაც უწყის. ოღონდ ესაიამ აღდგომის სახი არ იცის, რა სახით აღდგება. აი ოსეს საწინასწარმეტყველო სიტყვები ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით. მოვედით და მოვიქცეთ უფლისა ღვთისა ჩვენისა, რამე თუ მან მიყო და განკურნეს ჩვენ, წყლნეს და მილხინოს ჩვენ, განმაცხოველნეს შემდგომად ორისა დღისა, მესამესა დღესა აღდგეთ და ვსხონდეთ წინაშე მისა. კონკრეტულად არის ნაწინასწარმეტყველი, რომ მესამე დღეს აღსგება მკვდრეთით. ასევე მოისმინე რა ამცნო ესაიას საყვირმა, საღვთო საყვირმა. რცხვენა ლიბანსა, მწყურნები იქნა ასერონი, განცხადებული იყო გალილეა და კარმელი. აც აღდგე იტყვის უფალი, აც ვიდიდო, აც ავმაღლდე, აც მიხილოდ, აც რცხვენოდეს. ვის უნდა რცხვენოდეს? ქრისტეს მკვლელებს უნდა რცხვენოდნენ, რადგან ქრისტე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, თავის ჭკუაში აღსდგა მკვდრეთით და არ რცხვინა მათ. წინასწარმეტყველი ხომ თავის სიტყვას იუდეველებისადმი მიმართავდა. აც აღდები, როდესაც ადამიანს აღმართავ, რომელიც დანაშაულმა დასა. აც ვიდიდები, როდესაც წარმართა წინაშე სიფტკიცეს ვაჩვენებ ნებათა დათმენით. აც ავმაღლდები, რათა თქვენი დასაბამი აღვამაღლო. ზეცა და ქერაბინთა საფრამდე ავიყვანო ხატიმონისა, ანუ ადამიანი. სწორედ ის, რომელიც მე თქვენგან ავიღე, ანუ ადამიანური ბუნება. აწიხილავთ, რომ სახებანი, ანუ ხატებანი წყდება და ყვავილობს ჭეშმარიტება. პავლე მოციქული ცალკე ჩვენ ჯერ ხატებით ზმანებით ვიცით მომავალ ცხოვრებას, მაგრამ იქ უკვე თვალნათლივ იქნება განჭრეტილი უფალია. და იქ ხატება, ალეგორიები და სიმბოლოები აღარ იქნება საჭირო. ამიტომ ეს ხატებანი წყდება და ყვავილობს ჭეშმარიტება. ათ შეგწყვეთ სიტყვებით ცილის მწამებელო და საქმეებით მუნჯნო. ურიანო, დიდება ღმერთს, მამასა და ძესა და სულ საწმიდასა, აზდა მარადის და უკუნითი გულისამდე. ამენ.